პირველი საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებ და ეს არ უნდა დავივიწყოთ, რომ ეს გახლავთ ადამიანი, რომელმაც ხარი დაუჭირა ხელისუფლების დამხობის მიზნით დაორგანიზებულ შეკრებას 4 ოქტომბერს. და მიუხედავად იმისა, 4 ოქტომბრის შეკრებას 23 სექტემბერს. ამის შემდეგ 10 დღის განმავლობაში მე პირადად ლამის ყოველ დღე ვამახვილებდი ამაზე ყურადღებას და მოუწოდებდი განემარტათ, გამიჯნოდნენ დამხობის შეკრებას. თუმცა რეაგირება იყო ნული. დადგა 4 ოქტომბერი, დაიწყო დამხობა ჩავარდა და ახლა არ უნდათ პასუხისმგებლობის გაზიება. მათ შორის მანამდე ვამბობდი, თუ კი იქნებოდა იქ ძალადობა, ევროკომისია გაიზიარებდა პასუხისმგებლობას ამ ძალადობისთვის სწორედ პრესპიკერის განცხადების გამო. ეს ერთი. მეორე, ჩვენ ხედავთ უკვე ორჯერ გააკეთა 4 ოქტომბრის წარუმატებელი დამხობის შემდეგ კომენტარი პრესპიკერმა და ეს არის და ორივეჯერ თავს დაესხა საქართველოს ხელისუფლებას ნაცვლად იმისა, რომ დაეგმო მოძალადეების და პრეზიდენტის სასახლის შტურმით ამღებების ქმედება. ეს არის უსუსური მცდელობა, რომ გაექცეს ეს ადამიანი პასუხისმგებლობას იმისთვის, რაც გააკეთა, კერძოდ ის, რომ შეაგულიანა და გარე ხარდაჭერა გამოუცხადა 4 ოქტომბერს დაგეგმილ ხელისუფლების დამხობის შეკრებას. მეორე, ეს განცხადებები, როგორც რამდენიმე დღის წინ იყო, ის გუშინდელი თუ გუშინწინდელი განცხადება, არის მაგალითი სიტყვიერი თავდასხმისა ქართულ ხალხსა და მის ხელისუფლებას. და ეს უნდა დასრულდეს, წარმოუდგენელია, რომ ჩვენ ვისმენთ ერთი ბიუროკრატის მხრიდან, რომელიც არავის მიერ არ არის არჩეული და არის დანიშნული საკუთარი ხელმძღვანელის მხრიდან, ვისმენდეთ არაარჩეული ბიუროკრატის მხრიდან თავდასხმას ქართველი ხალხის არჩეულ ხელისუფლებაზე. ეს აქ ზედმეტია საუბარი საერთოდ რაღაც ევროპულ სტანდარტებზე. ეს არის უბრალოდ მიუღებელი, როდესაც არაარჩეული ბიუროკრატი თავს ესხმის სხვა ქვეყნის დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებას. და მესამე, პრესპიკერი ძალიან გაიტაცა შედარება თუ რაღაც მითითებები რუსულ სახელმძღვანელოზე, სპეცსამსახურებზე და ასე შემდეგ, აბსოლუტურად მდაბიო პროპაგანდა. რასაც ის ეწევა, პროპაგანდას რო ეწევა, გასაგებია, მაგრამ პროპაგანდასაც რაღაც თავისი სტილი ხო უნდა ქონდეს, აბსოლუტურად მდაბიო პროპაგანდა ქართველი ხალხის მიმართ რაღაც ეთნიკური ეპიტეტების გამოყენებისა და ხან რუსული სახელმძღვანელო, ხან რას ამბობს და ხან რას ამბობს ეს ადამიანი, რა თქმა უნდა, ესე მიუღებელი. და მე გუშინაც დავწერე და დღესაც მინდა ვთქვა, ყოველ ჯერზე, როდესაც ის გამოჩნდება და ქართველი ხალხის და მისი არჩეული ხელისუფლების მიმართ რუსულის ეპითეტების ჯონგლიორობას დაიწყებს, ყოველ ჯერზე მიიღებს საკმაოდ კაფიო პასუხს ჩვენგან, ვინაიდან შეუძლებელი არის რომ ასეთი მიდგომები ქართულმა ხალხმა მოითმინოს, როდესაც მას აბსოლუტურად არაფრად აგდებენ და ასე ზემოდან ყურებით გამოდის ერთი ბიუროკრატი, რომელმაც კარიერა რაღაც ახლახან დაიწყო სავარაუდოდ იქ, გამოდის ერთი ბიუროკრატი და თავს ეცხმის ქართულ ხალხს და მის არჩეულ ხელისუფლებას. განმოშ საუბრობთ, რომ ორმაგი სტანდარტს ხედავთ პარტნიორების მხრიდან, როდესაც არ დადგეს ის რაც ხდებოდა 4 ოქტომბერს, რას ფიქრობთ, რა არის ამის მიზეზი? ჩვენ ხომ უნდა დავინახოთ თლიანი სურათი, ეს არ არის მხოლოდ ერთეული შემთხვევა, როდესაც გვესმის გამაყურებელი დუმილი ბრიუსელის მხრიდან და მისი საელჩოების მხრიდან, ასე იყო ზუსტად შარშანაც, როდესაც პარლამენტი ლამის გადაწვეს, არც ერთი განცხადება დღემდე არ ყოფილა იმის დაკავშირებით, რომ დაეგმოთ პარლამენტზე თავდასხმა. ამან შეაგულიანა ზუსტად ეს მოძალადე ჯგუფები, რომ ახლა უკვე თავდასხმოდნენ პრეზიდენტის სასახლეს და აქაც არის დუმილი. ამიტომ ეს არ არის უკვე ორმაგი სტანდარტი. ეს არის პირდაპირი მხარდაჭერა საქართველოში ძალადობრივი გზით სახელმწიფო შენობების დაკავებისა. ეს არის მხარდაჭერა. და ეს მხარდაჭერა ჩვენ ვიხილეთ ჯერ პრესპიკერის განცხადებაში, როდესაც 4 ოქტომბრის დაანონსებულ ძალადობას ხარი დაუჭირა და ახლა ვხედავთ მათი დუმილით. და ესე უნდა მივიღოთ ქართულმა ხალხმა სამწუხაროდ, ეს არის რეალობა, რასაც თვალი უნდა გაუსწოროთ. ჩვენ ვხედავთ, რომ არის მცდელობა ძალადობრივი გზით ხელისუფლების შეცვლისა და სამწუხაროდ ამ ყველაფრის უკან დგას არა უბრალოდ უცხო ძალები, არამედ პირდაპირ ხედავთ სხვადასხვა ევროპულ სტრუქტურებს, რომელიც ჩართული არიან ამ ყველაფერში. ჩვენ ვნახეთ, მათ შორის პრეზიდენტის სასახლის შტურმით აღების მცდელობის პარალელურად
და მე გუშინ გამოვაქვეყნე წუთობრივი შედარება პარალელურად მაშინ როდესაც რამის ქვეყანას ლამის 90-იან წლებში ბრუნდებოდა და ვიდექით ზღვარზე ამისა რომ აქ ატეხილიყო ქაოსი ზუსტად ამის პარალელურად ხედავდით ევროპელ პოლიტიკოსებს მათ შორის მოლდოვის პრეზიდენტს რომელსაც პირდაპირ მხარდაჭერა გამოუცხადა პრეზიდენტის სასახლის შტურმით აღებას, ძალადობას და ასე შემდეგ. პირდაპირ პარალელურად ამისა ხედავდით ამ ყველაფერს, ვინაიდან იყო აშკარა იყო რომ იყო მხარდაჭერილი ეს ძალადობა გარედან. ვინ არის პასუხისმგებელი 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციის იმ პროცესებით განვითარებით რაც ნახეთ. ამას გეკითხებთ, იმიტომ რომ ნაცმოძრაობის ნაწილი ნიშნავს რომ კონსტიტუციური იყოს ყველაფერი, იმიტომ რომ ხალხს ეკუთვნის პრეზიდენტის რეზიდენცია. მეორე ნაწილი ამბობს რომ გეგმა იყო მშვიდობიანი, მეტი დეტალი მათ არ იცოდნენ. პასუხისმგებლობა ვის ეკისრება? ხო, ქურდიც ფიქრობს რომ მას ეკუთვნის რაღაც ნივთი და ამიტომ ეკუთვნის მას ცხოვრებისეულად რომ რაღაცა ქონება ქონდეს, ამიტომ შედის სხვის სახლში და იპარავს იქიდან ნივთებს და ესენიც ფიქრობენ, რომ მათ ეკუთვნით ხელისუფლება და ამიტომ შეუძლიათ ძალით აიღონ ეს ხელისუფლება. ეს არის ერთი და იგივე მორალი, კრიმინალური მორალი, როდესაც როგორც ქურდი ფიქრობს, რომ მას ცხოვრებისეულად ეკუთვნის რაღაც ქონება და სხვისას იღებს, ასე ფიქრობს ეს რადიკალური მოძრაობა რომ მას ეკუთვნის მას უნდა ეკუთვნოდეს ხელისუფლება და ამას ცდილობს ეს ძალით აიღოს. ეს ერთი. რაც შეეხება პასუხისმგებლობას, აქ სხვადასხვა გრადაცია არის. არის უშუალოდ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა და თქვენ ხედავთ რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო, უსაფრთხოების სამსახური მოქმედებენ ძალიან მაღალი სტანდარტით, მოქმედებენ ძალიან სისტემურად ხდება განცალკევება იმისა თუ ვის აქვს უშუალოდ სისხლის სამართლის დანაშაული ჩადენილი და მათი იდენტიფიცირება და დაკავება. ეს ერთი. მეორე ნაწილი ეს არის შიდა პოლიტიკური ჯგუფები და ამაში მოიაზრებიან პარტიული და NGO ჯგუფები, რომელიც იყვნენ სრული მონაწილე 4 ოქტომბრის სახელმწიფო გადატრიალებისა. პოლიტიკური პასუხისმგებლობა და ამაზე ჩვენ საუბრობთ და ამაზე ჩვენ უნდა ვისაუბროთ თუ რა პასუხისმგებლობა მათ შორის ერთმანეთსაც ძალიან კარგად საუბრობენ სხვათა შორის რა პასუხისმგებლობა აქვს. კერძოდ ის რომ ახლა ზოგიერთ ამ აქტივისტს რომელიც 4-ში 4 საათს მივიდა იქ ხელისუფლების დასამხობად ზუსტად იცოდა რისთვის მიდიოდა მანამდე ჰქონდათ რამდენიმე კვირიანი კამპანია ნეპალთან შედარებით ზუსტად იცოდნენ რომ ეს უნდა ყოფილიყო სისხლიანი სახელმწიფო გადატრიალება სადაც უნდა შევარდნილიყვნენ და დაეღვარათ სისხლი. ეს ყველა ძალიან კარგად იცოდა იქ სადაც მიდიოდა. და ახლა ნურავინ თავს ნუიკატუნებს რომ 4-ში 4 საათზე იქ მივიდა აქვე იმისთვის რომ უბრალოდ მისულიყო გაესიერნა და ზოდელავასთვის მოესმინა და მერე სახლში დაბრუნებულიყო. ყველამ კარგად იცოდა. მხოლოდ მას შემდეგ რაც ეს სისხლიანი სახელმწიფო გადატრიალება ჩავარდა, ამის შემდეგ მიხვდა ყველა თუ რა შარში გაყვეს თავი და ეხლა ცდილობენ ამის გადასხვაფერებას, თქმას თითქოს არ ვიცოდი, არ მეგონა, ყველამ ყველაფერი კარგად იცოდა. ერთი და ყველამ ძალიან კარგად იცოდა, რომ სახელმწიფო გადატრიალებას შეუმდგრა სახელმწიფო გადატრიალებას მოყვება პასუხისმგებლობა. აქ საბავშვო ბაღში არავინ არ არის და ყველამ ძალიან კარგად იცოდა ეს ყველაფერი. ამიტომ რა თქმა უნდა პოლიტიკურ პასუხისმგებლობას იზიარებენ ის პოლიტიკოსები, ის NGO-ები და ის რამდენიმე 1000 ადამიანი, რომელიც 4-ში 4 საათზე თავისუფლების მოედანზე ამ ქვეყნის დასამხობად მივიდა. ამ რამდენიმე 1000 ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ ისინი მონაწილენი იყვნენ ჩვენი ქვეყნის დამხობისა და ვერ შედგა ეს დამხობა. და მესამე პასუხისმგებლობა ეს არიან გარე აქტორები, გარე ძალები, რომლებიც სინამდვილეში არიან მთავარი სულისჩამდგმელები სახელმწიფო გადატრიალებისა რომელიც 4 ოქტომბერს ჩავარდა. ისინი არიან მთავარი. მათ გარეშე არ იქნებოდა არაფერი. არ იქნებოდა ეს ძალადობა, არ იქნებოდა შევარდნები, არ იქნებოდა მანამდე პარლამენტის შტურმის მცდელობები, ეს არაფერი არ იქნებოდა რომ არა გარე მხარდაჭერა, გარე დაფინანსება, გარე ორგანიზება. და ვხედავთ უკვე ნელ-ნელა ეს სახეები როგორ ჩანს და ერთ რამეს შევხედოთ კიდე. ჩვენ სხვადასხვა ეტაპი გავიარეთ ხელისუფლების დამხობის და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობებისა. ჩვენ ნახეთ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რომ ეს წადეს პარტიების ხელით და ჩაუვარდათ. შემდეგ ნახეთ 2022 წლის ივნისში, რომ ეს წადეს 2021 წელს ეს წადეს მედია მენეჯერების ხელით, გახსოვთ მაშინდელი აქციები, როდესაც ჯერ კიდე ესე ვთქვათ ჟურნალისტი იყო
ზოგიერთი რომელიც შემდეგ პოლიტიკაში აღმოჩნდა და ხცადეს ჟურნალისტ მედიების ხელით ეს ჩაუვარდა 2022 წელს ეს ჩადეს შემდეგ NGO-ების ხელით ივნისში 2022 წელს და ესეც ჩაუვარდათ და ახლა ხედავთ რომ პირდაპირ თავად ჩაერთვნენ უცხო ძალები ხელისუფლების დამხობაში. ამას პირდაპირ ხედავთ, როგორც განცხადებებით, კიდევ ერთხელ პრესპიკერის განცხადება, რომელიც ხარი დაუჭირა ხელისუფლების დამხობით მიზნით დაანონსებულ შეკრებას, ამას დავინახეთ 4 ოქტომბერს, როდესაც გარე ძალებმა, პოლიტიკოსებმა, მათ შორის მოლდოვის პრეზიდენტმა პირდაპირ მხარდაჭერა გამოუცხადა მათ, ვინც პრეზიდენტის სასახლეს შტურმით იღებდა, დავინახეთ პირდაპირ, ხედავთ ეხლა, როდესაც ცდილობენ, რომ პასუხისმგებლობა აირიდონ თავიდან, ან აარიდონ მათ, ვინც ჩართული იყო ამ ქვეყნის დამხობაში. ბატონო შავა, ყოველდღიურად იზრდება დაკავებულთა რაოდენობა. ერთ-ერთი აქტივისტის დაკავებულსაც, გიორგი ჩახუნაშვილის დაკავებულსაც, მან თქვა, რომ ეს იყო მშვიდობიანი აქცია და არანაირი გადატრიალება არ იქნებოდა. თქვენ როგორ შეაფასებთ ზოგადად დაკავებას და გიორგი ჩახუნაშვილის განცხადებას, რომ ეს არ იყო, ესე ვთქვათ, რადიკალური, არამედ იყო მშვიდობიანი. და დავამატოთ, თუ შეიძლება ამ თემას საუბარი იმაზე, რომ ეს არის ექიმი და მისი დაკავება რაღაცნაირად კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს და რამდენად შესაძლოა რომ ინდულგენციად იქცეს პროფესია თუნდაც ზოგჯერ სპეციალისტი შემდეგ რამოდენიმე რიცხვი ბატონო შავა რა რაოდენობის ადამიანის უნდა დააკავოს ადამიანი მეგონი უკვე დააკავდა და კიდე რამდენი უნდა დააკავოს კი ბატონო პირველი რაც შეეხება აი ამ რეაქციებს თქვენ მე მგონი აქ შეიძლება შედარება მამუკა ხაზარაძის მორალთან, რომელსაც ანაკლიის სპორტი უნდა ისე რომ სულ მოგებაში ყოფილიყო. და გახსოვთ თქვენ რომ ითხოვდა ბიუჯეტიდან გარანტიას, რომ სპორტს თუ არ იქნებოდა მოგება, ბიუჯეტიდან ჩვენ მოქალაქეები დავუმატებდით ფულს, რომ ქონოდა მოგებას. ანუ უნდა ისეთი ბიზნეს მოდელი, რომელიც გამორიცხულია წაგება და მხოლოდ მოგება უნდა ყოფილიყო. ზუსტად ასე ვხედავთ დღეს, ასე ჩანს დღეს მათი რეაქციები. ისე წარმოსახვა, რომ სახელმწიფო გადატრიალებას ბოლოს მხოლოდ ისინი უნდა დარჩენილიყვნენ მოგებულები და ისინი, ვინც მიდიან ხელისუფლების დამხობაზე და სახელმწიფო გადატრიალებაზე, უნდა აცნობიერებდნენ, რომ ჩავარდნილი სახელმწიფო გადატრიალებას, ჩავარდნილი ხელისუფლების დამხობას მოყვება პასუხისმგებლობა. მამუკა ხაზარაძის მორალი არც ანაკლიაში გავიდა და რა თქმა უნდა, ქვეყნის დამამხობელთა მორალი, რომ ისინი მხოლოდ ერთ შედეგს თითქოს მხოლოდ ერთ შედეგის იმედი ჰქონდათ, რომ დაამხობდნენ ამ ქვეყანას, ესეც არ გავა. ის, ვინც იმაზე გათვლა, რომ მხოლოდ მოგებული დარჩებოდა, რა თქმა უნდა, არ არის სწორი და შესაბამისად იღებენ კიდევაც პასუხისმგებლობას ამ ყველაფერზე. შესაბამისად, ჩავარდა სახელმწიფო გადატრიალდება, ჩავარდა ხელისუფლების დამხობა, რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა მოყვება ამ ყველაფერს. ის ვინც ბედავს და იჩენს სიმამაცს, სითამამეს, მათ შორის კონკრეტულად ეს ადამიანი, რომელიც პრეზიდენტის რეზიდენციის ეზოში შეიჭრა და სხვებსაც მიუთითებდა, რომ შესულიყვნენ, თუ კი ეყვა ამ ადამიანს იმისი სითამამე, ასე ვთქვათ, რომ დაერღვია კანონი და წასულიყო პრეზიდენტის რეზიდენციის შესულიყო პრეზიდენტის რეზიდენციის ტერიტორიაზე, მაშინ უნდა იყოს იმის სითამამეც, რომ მიიღოს ამაზე პასუხისმგებლობა. ასე არ არის, ცხოვრება არ არის თვითმომსახურების მაღაზია, სადაც რასაც გინდა აიღებ და რასაც გინდა არ აიღებ. ასე არის, როდესაც მით უმეტეს, როდესაც ადამიანებს რაღაც ცხოვრებისეული გამოცდილება აქვთ, როდესაც მიდიხარ რაღაც ნაბიჯზე, კეთილი უნდა ინაბო და ის სითამამეც უნდა გქონდეს, რომ მიიღო პასუხისმგებლობა ამასთან დაკავშირებით. ხო, ნუ ყველას აქვს რაღაც პროფესია, ხომ და დამნაშავეებსაც აქვს თავისი პროფესია. ქურდსაც, ყაჩაღსაც და ხელისუფლების დამამხობელსაც, ყველას აქვს თავისი პროფესია. პროფესიული მიზნით დისკრიმინაცია ვერ მოხდება და იმის გარჩევა, რომ უმუშევარი დავიჭიროთ და არაუმუშევარი არ დავიჭიროთ. ნუ ეხლა ეს რა მორალია, საერთოდ გაუგებარია. მარტივი არის საკითხი, არის ცხადი, რომ იგეგმებოდა ხელისუფლების დამხობა, არის ცხადი, რომ იყო მოწოდება ხელისუფლების დამხობისკენ, არის ცხადი, რომ დაიწყო ასრულება ამ მოწოდებისა, არის ცხადი და ჩვენ პირდაპირ ეთერში ხედავდით ადამიანებს, რომლებიც შეიჭრნენ პრეზიდენტის რეზიდენციაში. სხვათა შორის შემდეგ ერთ-ერთმა პარტიულმა
ტელევიზიამ სახეები დაბლარა, რომ შემდეგ აღარ ენახა მაყურებელს. რატომ არ უნდა გვენახა? რატომ ბრალავდი? ანუ ხელსაფარებენ დამნაშავეებს, ხო? ამიტომ კიდევ ერთხელ რა თქმა უნდა ეს არის აბსოლუტური სისულელე, ხა ასეთ საუბრობენ, დისკრიმინაცია პროფესიის მიხედვით ადამიანების არ ხდება, არც პროფესიის, არც ასაკის, არც წარმომავლობის და არც კანისფერის მიხედვით. ყველა ვინც ჩაიდინა დანაშაული, შინაგან საქმეთა სამინისტროს და სამართალდამცავი უწყებების ვალდებულება არის, რომ ისინი მოიძიონ, მოიკულიონ და შესაბამის პასუხისგებაში მისცეს. კიდე ერთხელ, თუ კი ეყოთ იმის ითამამე, რომ 4 საათზე წასულიყვნენ ქვეყნის დამხობაზე, ეხლა ეყოთ კეთილი ინებო, ეყოთ ის ითამამეც, რომ მიიღონ ის სასჯელი, რომელიც ქვეყნის წარმომადგენელ დამამხობლებს ეკისრებათ. რაც შეეხება ბოლო კითხვა იყო იმასაც, რომ უპასუხო რაოდენობებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, არანაირი არასერიოზული კითხვა თავისი არსით, ახლა რაოდენობრივი დათქმები უნდა იყოს, თუმცა ჩვენ თავიდანვე ვაცხადებდით, რომ ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა პასუხისმგებლობას ვერავინ ვერ გაექცევა და არავის არ უნდა გქონდეს იმის იმედი, რომ გაექცევა პასუხისმგებლობას. სახელმწიფო მომზადებული არის დიდი ხანია იმისთვის, რომ არავის არ მისცეს შესაძლებლობა, რომ ჩვენი ქვეყანა დაამხოს, ამოატრიალოს 90-იან წლებში დააბრუნოს და სისხლის გუბეები აყენოს აქ და ქაოსი ქალაქში, ამიტომ რამდენიც გამოვლინდება და დააკმაყოფილებს სისხლის სამართლებრივი დევნის სტანდარტებს, ზუსტად იმდენ ადამიანს მისცემენ პასუხისმგებლობა. ქართული ოცნებსოფლიოში გამართულ ბრიფინგზე მეცოცხლე გაიმართა საუბარი არის მზია მაღლობელისთვის, მზია მაღლობელის გმირად გამოცხადებას და არც თუ არის წახალისებადი სიგნალი დიფსეის მხრიდან, რომ დავალების შესრულებისთვის დაჯილდოვდებიან. თქვენ ხედავთ საერთო ჯამში იდეოლოგია, რომელიც დღემდე მეტნაკლებად სოფლიოში ბატონობდა და გულისხმობ თანამედროვე ლიბერალის, ის არის სრულად დაფუძნებული ძალადობას. სიტყვიერ ძალადობას, სხვადასხვა ადმინისტრაციული ინსტრუმენტებით გამოყენების ძალადობას, ცენზურით ძალადობას და ასე შემდეგ. შეგახსენებთ, რომ და მათ შორის ძალადობას მედიის გამოყენებით და მედიის საშუალებით. შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპს მაშინ ჯერ უკვე ყოფილ პრეზიდენტს როგორ გაუთიშეს წდომა სოციალურ მედიაზე და მისი ანგარიშები როგორ წაშალეს, როგორ იმისთვის რომ გაეჩუმებინათ. როგორ აბცელებდნენ მასზე დეზინფორმაციას იმისთვის რომ გაეჩუმებინათ. და დღესაც როგორ ხდება მასზე თავდასხმა სხვადასხვა მეინსტრიმ მედიის მხრიდან იმისთვის რომ ის გააჩუმონ და გააჩერონ მათ შორის ახლა უკვე როგორც პრეზიდენტი. ზუსტად ამას ხედავთ ჩვენ საქართველოსთან მიმართებით, როდესაც თანამედროვე ლიბერალიზმი ძალადობით, ვერბალური ძალადობით, ბულინგით, მედიის გამოყენებით, რომელიც ერთი კოორდინირებული ერთი ცენტრიდან კოორდინირდება, როგორც ცდილობენ გააჩუმონ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც საუბრობენ სიმართლეზე, რაც ხდება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის მიღმა. და ესეც არის ერთ-ერთი მაგალითი. მოძალადის წარმოჩენა გმირად, ზუსტად ამ იდეოლოგიის გამართლება არის, ვინაიდან თანამედროვე ლიბერალიზმი ის როგორც დღეს არის ასე ვთქვათ, სახეშეცვლილად წარმოდგენილი ფსევდოლიბერალიზმი ეფუძნება ძალადობას და რა თქმა უნდა, ყველა ლიბერალიზმის სახელით ყველა მოძალადე უნდა იქნას შექებული, უნდა იყოს დაჯილდოებული, რომ სხვებმაც დაინახონ, რომ ძალადობა არის ის ინსტრუმენტი, რომლითაც მათ თანამედროვე ლიბერალიზმი უნდა გაატარონ. ამიტომ ეს ეწერება მთლიანად იმ კონცეფციაში, რაც თანამედროვე ლიბერალიზმს აქვს, როდესაც რომ მოძალადეს წარმოაჩენენ როგორც გმირად. ბაჩვა ხალაიასთან დაკავშირებით ვთქვათ, ის დაბარებული არის შინაგან საქმეთა სამინისტროში, მთელი ამ ხნის განმავლობაში არაერთხელ დააშკარდა მისი სახელი და გვარი სულინის საქმეთან დაკავშირებით, ასევე ოქტომბრის ორგანიზებასთან დაკავშირებით. ასევე გავრცელდა ჩანაწერი, სადაც საუბარი არის ურჩულაძესთან, ბაჩვა ხალაიასთან, როგორ საუბრებენ ერთმანეთს, ზოგადად საქმის როგორ განვითარებას ელოდება. და იკეთება თუ არა თქვენთვის სიტყვაზე ბაჩვა ხალაიას დანაშაულები ვიქმედება ოქტომბრის საქმეში და ის რომ ბაჩვა ხალაია იყო მონაწილე ნაციონალ მოძრაობის იდეოლოგიური ნაბიჯებისა თუ ბოლო პერიოდში ნაბიჯებისა, რომელიც
დამხობის ორგანიზებას გულისხმობდა, ამას მე მგონი ყველა ხედავდა. ხედავთ bis მეუღლეს, რომელიც აქტიური არის სოციალში, ის თვითონ არ ჩანს, მაგრამ მე მგონი არავის ეჭვი არ ეპარება, რომ ის აჟღერებს ზუსტად იმ სათქმელს, რომელიც ბაჩო ახალაიას აქვს. რაც შეეხება მის იმას თუ რამდენად რა საკითხებში და როგორ იყო ის ჩართული, ამიტომაც არის გამოძიება, ამიტომაც ცდილობს დღეს სამართალდაცვის სტრუქტურები რომ ამაში გაერკვნენ, რომ დადგინდეს ყველა დეტალი. ჩვენ ხედავთ როგორი სტანდარტით მოქმედებდა, მათ შორის 4 ოქტომბერს ჩვენი ძალოვანი უწყებები მოძალადეების მოგერიების დროს პრეზიდენტის სასახლის რეზიდენციაზე შტურმისას, რომლის შედეგადაც შეგახსენებთ 25 პოლიციელი დაშავდა, თუ არ ვცდები, მოძალადეების მხრიდან სულ 3-4 ადამიანი არის დაშავებული. ესეც ხომ აჩვენებს, რა სტანდარტით მოქმედებს ჩვენი სამართალდაცვის სტრუქტურები ძალადობის აღკვეთისას და ასევე ხედავთ, როგორი სტანდარტით მოქმედებს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებაში მიცემისას ყველა ფაქტთან დაკავშირებით, რაც დღემდე ნახეთ. თუ არ ვცდები 45 არის უკვე ადამიანი, რომელიც დაკავებული არის, ყველა ფაქტთან დაკავშირებით თქვენ ასევე ნახეთ ვიდეო მტკიცებულებები, ეს არის ნაწილი მტკიცებულებებისა, რომელიც არსებობს, ასე რომ ეს არის სტანდარტი. შესაბამისად, ვერ გეტყვით მისი უშუალო სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა თუ არსებობს და რაში არსებობს, სწორედ ამიტომაც მიდის გამოძიება, მთავარი არის ერთი რამე, რომ მათ შორის პარლამენტის მოლოდინი ჩვენი სამართალდამცავი სტრუქტურებისგან არის ერთი, რომ მიაკვლიონ ყველა მოძალადეს, მიაკვლიონ ყველა ორგანიზატორს, მიაკვლიონ ყველა დამფინანსებელს და გარეთ ამხალისებელს და დააყენონ შესაბამისი პასუხისმგებლობა ყველას მიმართ, მოძალადეების, ორგანიზატორების და სხვათა მიმართ, სადაც დაკმაყოფილდება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის სტანდარტი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ვთქვათ, რომელიც ეხება ბაჩიაშვილს, ზოგადად როგორ შეაფასებთ ამას, რომ ის მან დაიქირავა ერთგვარად, გადაუხადა, რომ ის იცემათ საკავშირო. მე სხვადასხვასაც ვქვი, რომ ამ ადამიანს ფაქტია, ჯერ სხვა მანამდეც, მაგრამ ეს ფაქტიც კიდევ ერთხელ ადასტურებ, თუ რამხელა კრიმინალური ენერგია აქვს ამ ადამიანს, რომელმაც ჯერ მილიარდები თუ რა ვიცი, ასობით მილიონი გააქრო, შემდეგ ნახეთ თქვენ, რომ ლამის თავისი ხელით გადააკეთა მანქანა, ჩაჯდა, არ ვიცი, აი გდრ-დან ფედერაციულ რესპუბლიკაში იპარებოდნენ ხოლმე რაღაც ამხელა აგენტურული დადგა, სცენა დადგა და მანქანის საბარგულით გადაიპარა და ეხლა ხედავთ, რომ ადამიანმა ინსცენირება გააკეთა მასზე ძალადობის. ეს აჩვენებს უბრალოდ ერთი, რომ რამხელა კრიმინალური ენერგია აქვს და ყველაფერზე არის ადამიანი წამსვლელი და მეორე ეს აჩვენებს, რომ ის ფული, რომელიც მას აქვს ამ ხრივ თაღლითურად მოპარული, ეს ფული სადღაცას არის, ვიღაცა აძლევს საშუალებას, რომ ეს გამოიყენოს და რა თქმა უნდა, დიდ თანხებზეა საუბარი და ეძლევა შესაძლებლობა მოისყიდოს, ესე იგი ციხის ხელმძღვანელობიდან დაწყებული მედიით დამთავრებული. და რა თქმა უნდა, არავის ეჭვი არ ეპარება, რომ თუ არ ვცდები გარდიანი იყო და შემდეგ მეორე გაზეთი ამერიკაში, არავის ეჭვი არ ეპარება, რომ ეს იყო ნაყიდი სტატიები, ეს არის ნაყიდი სტატიები, კაციშვილს ახლა ვის აინტერესებს, ბაჩიაშვილი, მაგრამ ლონდონში და ნიუ-იორკში, ხომ? ნაყიდი სტატიები იქ და აჩვენებს, როგორ ეს მათ შორის ესეც აჩვენებს იმ სქემას, რომ თუ როგორ ხდება ფულით მოსყიდვა გარე პოლიტიკოსების, რომელიც ზოგიერთი მას გამოესარჩლა და მედიის მოსყიდვა. ერთი არანაირი ტყუილია საერთოდ ჩვენ ამას ვხედავთ, ხომ? მათ შორის საქართველოს მაგალითზე მათ კრიტიკულ მედიაზე საუბარი გარედან როცა საუბრობენ, არის აბსოლუტური სისულელე. ხედავთ ჩვეულებრივად ეს არის ნაყიდი მედია, რომელიც კოორდინირებულად აწევს თემას, რომელიც უნდა და გააქრობს თემას, რომელიც არ უნდა. დონალდ ტრამპი არის ამის ყველაზე კარგი მაგალითი. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს დღესაც პრეზიდენტის წინააღმდეგ კოორდინირებულად უმძაფრებენ საკითხებს, რომელიც უნდათ რომ კრიტიკულად წარმოაჩინონ და საერთოდ აქრობენ ლანდშაფტიდან საკითხებს, რომელიც მისთვის შეიძლება სასარგებლო იყოს. აღარ ვამბობ იმას, რომ ის ფაქტობრივად გააქრეს მედია სივრციდან მას 2021 წლიდან დაწყებული, როდესაც ის აღარ იყო პრეზიდენტი, ფაქტობრივად გააქრეს ადამიანი მედია სივრციდან, აი ამ კოორდინირებული მედია თავდასხმის შედეგად. თემას გავაგრძელებ თუ შეიძლება, მოკლედ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამტკიცებს, რომ პენტენციური სმოდგილე ბაჩიაშვილთან შეთანხმებით მოქმედებდა და ამ შეთანხმებით შეიყვანა ბაჩიაშვილის
საქაში პატიმარი, რომელმაც შემდეგ ბაჩიაშვილის ცემა. თან სულ სიგვეუბნება, რომ კამერები სამწუხაროდ იყო გათიშული. აი, როგორ უნდა დავიჯეროთ, რომ ერთი ჩინოსანი წვეთდა იმ პატიმრის მიმართ ამ ყველაფრის გაკეთებას, რომლის მიმართაც ბიძინა ივანიშვილის ამ ფონდე აქვს მოთხოვნა ბიტკოინებზე ძდომასთან დაკავშირებით და ერთმა ჩინოსანმა გადაწყვიტა ის, რომ ბაჩიაშვილის კამერაში შეეგზავნა პატიმრები და ერთმა ჩინოსანმა გადაწყვიტა ის, რომ კამერებიც გათიშული უნდა ყოფილიყო ამ დროს. ჩემი მთავარი კითხვა არის, უნდა გამოიკითხოს თუ არა ამ საქმეზე თავად ბიძინა ივანიშვილი. რაც შეეხება ვინ იყო ჩართული ამ დანაშაულში, გამოძიება ამიტომაც არის, რომ ყველა მისი მონაწილე დაადგინოს და ამ ეტაპზე ვინც დაადგინა, სწორედ ეს ადამიანი არის დაკავებული და რას ქვია, როგორ შეიძლება 1.5 მილიარდ ადამიანს აქვს მოპარული და სადღაცას აქვს დასაწყობებული 1.5 მილიარდ. ასე რომ სწორედ ამ ფულით ის ამ ფულს იყენებს ის იმისთვის, რომ თავისი ასე ვთქვათ კრიმინალური გზით მიღებული თანხები შეინარჩუნოს. შეგახსენებთ, რომ მას აღიარებდა და სავარაუდოდ აქაც დგას ზუსტად მოსყიდვა და შეგახსენებთ, რომ ის გარდა იმისა, რომ ცდილობდა მოესყიდა სხვადასხვა წარმომადგენელი იმისთვის, რომ ასე ვთქვათ, აი ამ შემთხვევაში ეს სცენა დაედგა, აშკარა და ხელის გულზედებს, რომ ის მოსყიდული სტატიები იბეჭდება ქვეყნის გარეთ და მას ასევე მან თავადვე განაცხადა, რომ ის აფინანსებდა რადიკალურ ოპოზიციას და რადიკალურ ჯგუფებს მათი რადიკალური პროტესტის დროს. ეს ყველაფერი არის იმისთვის, რომ მან შეძლოს რაღაცნაირად ერთი რომ ციხის დატოვება და პასუხისმგებლობისგან თავის არიდება და შემდეგ მისი მოპარული ფულით სარგებლობა. ანუ მილიარდი თუ გვაქვს ციხეში რასაც გინდა იმას იცამ გადამშალა. არა, რა თქმა უნდა, მაგრამ სწორედ ეს არის სხვა ახლა ტკვილი სიტყვით თუ ვინმე დაარწმუნა, არ ვიცი, მაგრამ დიდი ალბათობით ერთის მხრივ ფული და მეორეს მხრივ ის ვინც მას მფარველობს, ხომ ეს ერთი არის რომ კონდეს ფული და იყიდოს სტატიები, მაგრამ მეორე არის რომ მარტო ფულითაც სტატიებს ესე ვერავინ შეიძლება ესე ვერ იყიდო თუ არ გაქვს მათ შორის პოლიტიკური მხარდაჭერა იმ მედია საშუალებების მაკონტროლებელი ჯგუფების მხრიდან. დანის ციხის ეს ყოფილი უფროსებიც თავი მოიგოთ რომ მოკლეს არ ვიცი ანუ გაურკვეველ გარემოებებში იპოვნეს გარდაცვლილი ეს ადამიანი როგორც ბაჩიაშვილი ამბობს ბიძინა ივანიშვილმა შეაგზავნა მასთან საკანში რომ ბიტკოინებზე წვდომა ჰქონოდა ბიძინა ივანიშვილს ამ ბაჩიაშვილის ბიტკოინებზე. აქედან გამომდინარე ჩნდება კითხვა ბიძინა ივანიშვილის გამოკითხვასთან დაკავშირებით. თქვენ თქვით, გამოძიება მიმდინარეობს, უნდა დაინტერესდეს თუ არა გამოძიება ბიძინა ივანიშვილი თვინაიდან ბაჩიაშვილი ამბობს, რომ სწორედ ივანიშვილმა გააგზავნა მასთან ციხის უფროსი, რომელიც უკვე მკვდარი არის, გარდაცვლილია ეს ადამიანი, რომ აი ბიტკოინებზე წვდომა დამიშვითო. აი ეს საკითხი აჩენს თუ არა მინიმუმ აუცილებლობას, რომ გამოიკითხოს ივანიშვილიც. მე არ მგონია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს სჭირდება ჩვენ რჩევადარიგებები, თუ როგორ აწარმოოს გამოძიება, ჩვენ ხედავთ, რომ ძალიან სწორად პროფესიონალად აწარმოებენ გამოძიებას, სწორედ ამის შედეგი არის ბევრი რამ, მათ შორის ბაჩიაშვილის საქმესთან დაკავშირებით, როდესაც დადგინდა ერთ-ერთი გარემოება, რომელზეც აწყობილი ქონდა შემდეგ მათ შორის ის გარე სტატიები. ეს ერთი წრი არის, უყურეთ, ის ისცენირებული, არა უყურეთ, არა მე დიდი სურათიც გარდა აი ამ პატარა სურათისა, დიდი სურათიც უნდა დაინახოთ, ხო? ეს ინსცენირება მასე ვითომ და ძალადობის, ამას რა რისთვის იყო ხა ადამიანი მაზოხისტი ხო არა, რომ თავის ცემა უნდა და ხომ? გაიხსენეთ რა ხდებოდა, გაიხსენეთ თქვენი მედია, აი თქვენი კოლეგების რეპორტაჟები, გაიხსენეთ ოპოზიციის რეაქცია, გაიხსენეთ ეგრეთ წოდებული აქტივისტების რეაქცია, გაიხსენეთ უცხოეთიდან რეაქცია, გაიხსენეთ უცხოური მედიის რეაქცია, ეს ყველაფერი იყო ზუსტად ერთი შეკრული, ასე ვთქვათ, ნარატივი, რომელიც უნდა დაწყებულიყო ინსცენირებული ძალადობით ციხეში, ვითომ და მისი ცემით და შემდეგ უკვე ყველა აქტორი და აქ საინტერესო მათ შორის ის არის ამ აქტორებიდან ვინ არის
განზრახ მონაწილე ამ ცრუ ნარატივის გავრცელებისა, ვინ არის მოსყიდული, ვინ არის დაშინებული თუ არ ვიცი მე, იძულებული რომ ესაკეთოს და კიდევ ერთხელ ამას ბევრი აქტორი ყავდა ამ თლიან ცრუ ნარატივში, ამ ცემასთან დაკავშირებით ცრუ ნარატივში ჩართული იყო ადგილობრივი მედია, ოპოზიციის კუთვნილი მედია, ოპოზიციის კუთვნილი NGO-ები, ოპოზიციის მფარველი უცხოელები და ოპოზიციის მფარველი უცხოელების კუთვნილი მედია. ასე რომ ეს არის ერთი დიდი კრიმინალური კონგლომერატი. ამ საქმეს ბაჩიაშვილის საქმეს ხო კამერების გათიშვაც მოხდა მათ შორის ბატონშავა და ეს ადამიანი ფიგურირებს და ამასთან ერთად ფიგურირებს საქმეში ბიძინა ივანიშვილი რომ ბაჩიაშვილი ამბობს რომ ივანიშვილის დავალებით შემოუშვეს ჩემთან ეს ადამიანი ვინც უკვე გარდაცვლილი არის და აქედან გამომდინარე არ უნდა დავუსვან კითხვები ბიძინა ივანიშვილს და ერთმა ჩინოვნიკმა გააკეთა მართლა ეს ყველაფერი ბაჩიაშვილის მილიარდერმა გააკეთა ის ყველაფერი რომ ამ ადამიანების გარდა არავინ არ კიდევ ერთხელ ერთი რაც შეეხება ბაჩიაშვილი, რაც შეეხება ფორმულირებას ბაჩიაშვილი ამბობს. კიდევ ერთხელ საზოგადოება უკვე მერამდენჯერ დაწმუნდა ამ ადამიანის კრიმინალურ ენერგიაში და იმ თაღლითობის დონეში, რომელსაც მან შეუძლია გამოიყენოს. ახალგაზრდა ადამიანი, რომელიც აი უბრალოდ დღისით, ზისით თვალი არ დაახამხამებს, ისეთ მამალ ტყუილებს საუბრობს. ეს არის უბრალოდ კრიმინალური მენტალიტეტის მქონე, კრიმინალური ენერგიის მქონე ადამიანი, რომლის სიტყვა როგორ უნდა დაიჯერებოდეს. რაც შეეხება გამოძიებას, კიდევ ერთხელ არანაირი რჩევა დარიგება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ჩვენგან არ ჭირდება, გამოძიება მიყავს ისე, რომ დაადგინოს ყველა გარემოში. ის სისტემა. ერთი პატიმარმა დაგეგმა, რომ მასთან ციხეში შესულიყვნენ პატიმრები, მოეწყოთ ის პროცესია, ცემის და მე გაეჩიშათ ეს კამერები და ასე შემდეგ. სისტემა თუ ჩამოშლილი არ არის ბატონო. სისტემა თუ ჩამოშლილი არ არის ბატონო. ერთმა პატიმარმა ამდენი რაღაც როგორ დაგეგმა, კამერები გაფიშა, ვითომ თავი აცემინა, მე ადამიანმა თავი მოიკლა, ანუ ჩამოშლილია სისტემა. ამ დანაშაული და დამნაშავეები იმიტომ არსებობენ, რომ დანაშაული ხდება. ის შეიძლება ხდებოდეს სისტემაში, ქუჩაში, სხვაგან, ასე შემდეგ დანაშაული ხდება. ამიტომ გვაქვს სისხლის სამართლის კოდექსი, რომ არ არიან წმინდანები საზოგადოებაში და დანაშაული ხდება, არის ადამიანები, რომელსაც აქვს კრიმინალური ენერგია, რომელიც რაღაც სუნებას ვერ უძლებენ, რომელსაც შეიძლება აიძულებენ რაღაცას, არ ვიცი, ბევრი მოტივით გამო დანაშაული ხდება. და მეორე საკითხი არის ამ დანაშაულის გამოვლენა და სისტემა მაშინ არის ძლიერი, როდესაც შეუძლია დანაშაულის ეფექტიანად და სწრაფად გამოვლენა და ჩვენ ვხედავთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოავლინა სხვათა შორის რთულად გამოსავლენის საკითხი. თქვენ მათ შორის განსაკუთრებით, როდესაც ეს შეიძლება რაღაც სისტემაში შიგნით ხდებოდეს, რა თქმა უნდა, ბევრი საშუალებაა შემდეგ რომ კვალი დაიფაროს და სწორედ კარგად გამოავლინა ეს ხო, მოკლედ ჩვენ ევროპარლამენტს რაც შეეხება, არ ვიცი ხა რომელი დელეგაცია კონკრეტულად, თუმცა ჩვენ ვიცით ევროპარლამენტის დღევანდელი მდგომარეობა რაც არის, შეგახსენებთ მათ რეზოლუციას, ორი რამე არის მორალური ასე ვთქვათ, სვეტი, რომელსაც ეყრდნობა საქართველოსთან დაკავშირებით ევროპარლამენტი. პირველი მორალური სვეტი არის, რომ მიხეილ სააკაშვილი არის დემოკრატი და არის პოლიტიკური პატიმარი და არა კრიმინალი, ეს ერთი მათი მორალური ღერძია და მეორე მათი მორალური ღერძია, რომ 1,120,000 ადამიანი საქართველოს მოქალაქე არის არაფერი, არარაობა 2024 წელს მათ რო ხმამისეს ქართულ ოცნებას 1,120,000 საქართველოს მოქალაქე ევროპარლამენტმა გამოაცხადა არარაობად, ვინაიდან თქვენსო
მათთვის არ აღიარებენ მათ ნებას და საქართველოს პარლამენტს. ეს არის ორი მორალური ღერძი, რომელზეც დგას დღეს ევროპარლამენტი. მიხეილ სააკაშვილის დემოკრატად გამოცხადება და ქართველი ხალხის არარაობად გამოცხადება, რომელმაც აირჩია საკუთარი ხელისუფლება. ამის შემდეგ ნებისმიერი ასეთი განცხადებები იმ ევროპარლამენტის იმ წევრების მხრიდან, რომელმაც მხარი დაუჭირეს მიხეილ სააკაშვილის დემოკრატად გამოცხადებას და მხარი რეზოლუციებით და მხარი დაუჭირეს ქართველი ხალხის არარაობად მიჩნევას და მათი ნებისა ის ხო ამიტომ ჩვენ ერთი კითხვა უნდა დავუსვათ ყველა ამ ადამიანს ხმა მისცეს თუ არა რეზოლუციას რომელიცაც მიხეილ სააკაშვილი გამოაცხადეს დემოკრატად და პოლიტიკურ დევნილად და მეორე ხმა მისცეს თუ არა რეზოლუციას რომელიცაც ქართველი ხალხი გამოაცხადეს არარაობად და მათი ნება რომელიც გაცხადდა 2024 წელს და სხვადასხვა გამეორდა ეხლა იგივე რაოდენობა ხმა მიიღო ქართველმა გამოაცხადეს თქვენს რომ არ ითვლება მათი ნება. Ვკითხოთ, ამიტომ თუ გექნება შეხება ამ დეპუტატებთან, ვკითხეთ და თუ კი ამ ადამიანებმა თქვენს რომ კი მხარი დაუჭირეთ, რა თქმა უნდა ესენი არიან ანტიდემოკრატები და ქართველი ხალხის და ჩვენი სახელმწიფოსთვის ძირის გამომთხრელი ადამიანები. ერთი ნაწილი ესმიდა, მაგრამ მეორე ნაწილი უკვე პერსპექტივა ოპოზიციის როგორი არის. თუ ისინი აიკრძალებენ ოპოზიციურ ველზე რა მოხდება? ხო, ჩვენ ხედავდით დიდ ისტერიას ნაცმოძრაობის მფარველების მხრიდან მანამდე, თუმცა 4 ოქტომბერმა კიდევ ერთხელ მოგვცა მტკიცებულებების ზღვა იმისთვის, რომ მიმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს და ჩვენ რა თქმა უნდა 4 ოქტომბრის შეუმდგარ სახელმწიფო გადატრიალებას უყურებდით არა მხოლოდ მარცხესრიგის აღდგენის კუთხით, არამედ ჩვენ და ჩვენი იურისტები რა თქმა უნდა უყურებდნენ ყველა დეტალს ამ პროცესისა, ვინაიდან დაემატა კიდე ერთ-ერთ მტკიცებულებად იმისა, რომ ნაციონალური მოძრაობა არის ექსტრემისტული ძალა, რომელიც ანტიკონსტიტუციური ქმედებებით ძირს უთხრის ქართულ დემოკრატიას და ქართულ სახელმწიფოს. ამიტომ აი 4 ოქტომბერმა კიდე ეს მათ შორის დაადასტურა, მათ შორის ის დუმილი უცხოელებისა. ამიტომაც არის, რომ ისინი მიხვდნენ, რომ ახლა უკვე შექმნეს კიდე დამატებითი მტკიცებულება თავადვე ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ სარჩელისთვის და მათ შორის მიხვდნენ, რომ თავადაც გაიშარენ ამ ყველაფერში, როგორც თანამონაწილეები სახელმწიფო გადატრიალებისა და ამიტომაც ზდუმან, რომ რაღაცნაირად კიდე ხელი დააფარო ნაციონალურ მოძრაობას, მაგრამ კიდე ერთხელ მტკიცებულებები კიდე უფრო გაბევრდა 4 ოქტომბრის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ. რაც შეეხება თავად პროცესს სარჩელს, ჩვენ უახლოეს მომავალში ამ სარჩელით მიმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს და ვფიქრობთ, რომ გვაქვს ძალიან მყარი არგუმენტები, რომ ნაციონალური მოძრაობა და მისი ბრენდის ქვეშ მოქმედი სხვა ჯგუფების წინააღმდეგ ჯგუფებზე მოვითხოვოთ მათი არაკონსტიტუციურად გამოცხადება. თავის განცდის უკვე როგორ შეაფასებით ჩავარდნილი 4 ოქტომბრის შემდეგ უკვე მაინც გრძელდება რამდენიმე მაგალითად გუშინ დაახლოებით 30-მდე ადამიანმა გადაკეტა თავის განცდი. აი უკვე როგორ შეაფასებით ამას რას ნიშნავს მათ მხრიდან დედაქალაქის მთავარი განცდის ყოველდღიურობა? რა თქმა უნდა ეს პრობლემა, როდესაც სახელმწიფოს დამამხობლები ბედავენ კიდე რომ დისკომფორტი შეუქმნა დედაქალაქის მოქალაქეებს და სახელმწიფო ზრუნავს და მეთოდურად უდგება ამ საკითხს, რომ რამდენიმე რადიკალმა და ქვეყნის დამამხობელმა დისკომფორტი არ შეუქმნას ჩვენს თანამოქალაქეებს. ჩვენ ახალსაც ვხედავთ, რასაც ვხედავდით, 4 ოქტომბერი იყო იმ პროცესის კულმინაცია, რომელსაც ჩვენ ბოლო რამდენიმე თვე ვაკვირდებოდით და 4 ოქტომბრის შემდეგ ეს არის გაგრძელება 4 ოქტომბრისა. სახელმწიფო გადატრიალება იყო კულმინაცია რამდენიმე თვიანი პროცესისა და დღეს არის ასე ვთქვათ გარკვეული კონვულსიები სახელმწიფო გადამტრიალებლების შეუმდგარი გადატრიალების შემდეგ პრემიერ-მინისტრს თქვა რომ მეთოდირად მიუდგება ჩვენ
ისე რომ ამ ჩვენს თანამოქალაქეებს კიდე დამატებითი დისკომფორტი არ შეექმნას ამ პროცესს რა თქმა უნდა მივიყვანთ იქამდე რომ უზრუნველყოფილი იყოს მარწესრიგი და საზოგადოების მშვიდობიანი განვითარება. კიდე ერთხელ ქვეყნის დამამხობლებს და კიდე თითეული ადამიანი ვინც 4 ოქტომბერს თავისუფლების მოედანზე მივიდა და ხას უსვა გულისხმობ იმ რამდენიმე 1000 ადამიანს ვინც იქ მივიდა ყველა იქ მივიდა ხელისუფლების დასამხობად იქ ყველა იქ მივიდა ქვეყნის დასამხობად და ამ ქვეყნის 90-იან წლებში დასაბრუნებლად. ამიტომ რამდენიმე ამ ასეულ რადიკალს რა თქმა უნდა არ მივცეთ საშუალებას რომ ჩვენი 3,5 მილიონი მოსახლეობა გაწიროს ქაოსისთვის და 90-იან წლებისთვის. ურკითხვას გაგისვამთ, თუ შეიძლება, აი სოციალურ დემოკრატებთან დაკავშირებით მინდა რომ გითხოთ, თქვენი ყოფილი პარტნიორები არიან. რატო ახვდებით ამ ადამიანებს? აქ პარლამენტთან ახლოს იმართება ხოლმე შეხვედრები, NGO-ები თუ სხვა სუბიექტები, აი როცა ტრიბუნებიდან უთვლით შენიშვნებს, კრიტიკას და ასე შემდეგ. პირადად რო დალაპარაკებოდით ბატონო შალვა და რო შეხვედროდით ამ ხალხს, თბილისში არიან ჩამოსული, აქედან რამდენიმე ნაბიჯში იმყოფებიან, რატომ ახვდებით? პირადად რატო არ ევლიებით იმას, რასაც ტრიბუნებიდან ჩვენ სინამდვილეში ჩვენი მთავარი ძალა არის ჩვენ სიტყვაში და არგუმენტში. და პირიქით ჩვენ ყოველთვის გახსნილი ვართ საუბრისთვის მიუხედავად იმისა თუ როგორი რადიკალები ისხედან ჩვენს მაგიდის მეორე მხარეს არის ეს ლევან ხაბეიშვილი თუ რასა იუკნევიჩიანი ვინც არ უნდა იყოს მეორე მხარეს მზად ვართ რომ ყველას ვესაუბროთ ყველანაირ ფორმატში იმიტომ რომ ვიცით ჩვენი სიმართლე ქართული ხალხის სიმართლე სინამდვილეში ზუსტად ისინი არიან ვინც თავს არიდებენ ამგვარ საუბარს იმიტომ რომ ეშინიათ სინამდვილეში ყველაზე დიდი შიში რაც დღეს ბრიუსელს აქვს საქართველოსთან დაკავშირებით ეს არის სიტყვის შიში. მათ ეშინიათ ჩვენი მართალი სიტყვისა. ბრიუსელი იკეტება, იხურება, არ იმჩნევს, თვალს ხუჭავს, იმიტომ რომ იცის, როგორც კი აღმოჩნდება პირისპირ ქართული ხალხის სიმართლესთან, იქვე დამარცხდება მათი ცრუ ნარატივი, რომელიც არ ვიცი, რომელიც სახელმძღვანელოდან, მაგრამ ფაქტია, რომ რაღაც სპეცსამსახურების სახელმძღვანელოდან არის ნაკარნახევი. ჩვენ კიდე ერთხელ არ ვიცი ეს კონკრეტულად რა დელეგაცია და ვინ არიან საერთოდ ხო არ ვიცი ვინ არიან მაგრამ ჩვენ და პრემიერ-მინისტრმა ეს არაერთხელ განაცხადა რომ საქართველოს ხელისუფლება ქართველი ხალხის სახელით მზად არის შეხვდეს შესაბამის ხარეს, ასე ვთქვათ, ვინც იქნება შესაბამის დონეზე, პრემიერ-მინისტრის დონის დროს და სხვა თუ როგორც იქნება, ამ სურვილის დროს და ჩვენ ხედავთ, რომ არის ამაზე გამაყურებელი სიჩუმე. კიდევ ერთხელ, საუბრის ეშინია მტყუან მხარეს და ბრიუსელი დღეს არის მტყუანი საქართველოსთან დაკავშირებით. ბრიუსელმა და ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ბრიუსელი ტყუის ქართველი ხალხის წინაშე და ეშინია ქართველი ხალხის სიმართლეს. არ ვიცი ვინ არიან საერთოდ, არ ვიცი საერთოდ არც ისე ვიცი ვინ არიან ჩამოსული. არ ვიცი საერთოდ, არ ვიცი, ვერ გეტყვით არ ვიცი. სხვა პასუხი მეტი არ მაქვს. სხვა პასუხი არ მაქვს. სხვა პასუხი თქვენთვის არ მაქვს, თუ აქვს ვინმე სურვილი რომ პარლამენტთან შეხვედრისა, მობრძანდნენ პარლამენტში და შევხვდებით. ერთი კითხვაც, ერთი სხვა თემასთან დაკავშირებით მინდა რომ გითხოთ, მეტი კითხვა აღარ მექნება. ბორჯომის დღესთან დაკავშირებით ბორჯომის და აღაიანის დღეებს სახელმწიფო ტყის სტატუსი მოეცნა, ირაკლი კობახიძე მოუხსნა სახელმწიფო ტყის სტატუსი და უნდა გაიყიდოს ეს დღეები. ვისთვის მოიხსნა ამ ხელად დღეზე სტატუსი? ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ ქართული ოცნებასთან დაკავშირებულმა ბიზნესმენებმა დაადგეს თვალი ამ ტერიტორიას და ჭირდებათ კონკრეტული ბიზნეს ინტერესებისთვის. რატომ მოიხსნა ტყის სტატუსი ამას და მართლა ჭირდებათ თუ არა რომ არ ვიცი ამ საკითხთან დაკავშირებით საერთოდ არაფერი არ ვიცი რაც შეეხება ოპოზიციაში ფიქრობენ მე მგონი დღეს ოპოზიციაში სხვა საკითხებზე უნდა ფიქრობდნენ იმაზე იხსენებდნენ 4 ოქტომბერს მე მგონი ამაზე უნდა ფიქრობდნენ იხსენებდნენ 4 ოქტომბრამდე მათ განცხადებებს იხსენებდნენ 4 ოქტომბერს მათ ქმედებებს და ფიქრობდნენ რას ამბობენ დღეს ეს უნდა კონდეს დღეს ოპოზიციაში ერთ-ერთი საფიქრალი კარგად დაფიქრდნენ შემთხვევით რაიმე სისხლის სამართლის დანაშაული ხომ არ აქვს ჩადილი მადლობა